ვლადიმირ პუტინი უკვე სამშაბათს მიემგზავრება პეკინში და სი ძინპინისგან ღია დახმარებას ელოდება უკრაინის წინააღმდეგ ომში. და აქ სამწუხაროდ არასახარბიელო ამბები გამოჩნდა. New York Times-ის ინფორმაციით პუტინი ძალიან ყურადღებით ადევნებდა თვალს დონალდ ტრამპის ვიზიტს პეკინში და კრემლმა ამაში ახალი შესაძლებლობები დაინახა. რა შესაძლებლობებია ეს? ეხლა ერთად განვიხილოთ ამ გამოშვებაში. რადგან ამ კითხვაზე პასუხი ხსნის საერთოდ ყველაფერს, რაც ახლა ხდება და ხსნის იმასაც, რა მოხდება შემდეგ. და იმასაც, რატომ არ გააკეთა ტრამპმა პეკინიდან დაბრუნების შემდეგ არც ერთი ახალი განცხადება რუსეთზე ზეწოლის შესახებ უკრაინაში ომის დასასრულებლად. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი და მოიწონოთ ეს გამოშვება. და დაწერეთ თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ, შეგიძლიათ ახლაც, შეგიძლიათ გამოშვების ბოლოს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია კონტენტის YouTube-ზე პოპულარიზაციისთვის. ამისთვის მადლობას გეტყვით. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Peachy News, ბმული აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ. მოდით თავიდანვე ავუნიშნავ ერთ მნიშვნელოვან ციტატას New York Times-იდან. რუსეთის მნიშვნელობა ჩინეთისთვის, როგორც სანდო ენერგიის წყაროსი, გაიზარდა ირანში ომის შემდეგ. აი ეს არის თავარი ციტატა. იმის გასაგებად, რაც ახლა ხდება და რაც უახლოეს კვირაში მოხდება. ნახეთ, ჰორმუზის სრუტე ახლო აღმოსავლეთში დახურულია. ნავთობის სპარსეთის ყურედან გადის, მაგრამ ძალიან დიდი შეფერხებებით. და ჩინეთი ძირითადად სწორედ იქიდან ყიდულობდა ნავთობს. ბრენტის მარკის ნავთობის ფასი $100-ზე მეტი და ჯერჯერობით ფასის შემცირების არანაირი ნიშანი არ ჩანს. ამ სიტუაციაში რუსეთი ჩინეთისთვის პრაქტიკულად ერთადერთ დიდ მომწოდებლად იქცა ნავთობისა და გაზის. სიბირის გავლით მილსადენები მუშაობს, როგორც ხედავთ ყოველგვარი ჰორმუზის ან სუეცის არხების გარეშე. და ვლადიმირ პუტინი სწორედ ამ კოზირით მიფრინავს პეკინში. სანამ ირანი ბლოკადაშია, რუსეთი მზადაა უბრალოდ აავსოს ჩინეთი თავისი იაფი ნავთობით და იაფი გაზით. რას თავაზობს ვლადიმირ პუტინი სი ძინპინს? აქ რამდენიმე პუნქტია ერთდროულად. პირველი და მთავარი ენერგორესურსების საკითხი. დამატებითი ნავთობისა და გაზის მოცულობები საერთოდ ნებისმიერი საზღვაო მარშრუტების გვერდის ავლით. სადაც საჭიროა ვლადიმირ პუტინი მზად არის, როგორც მიხვდით, დაარღვიოს ნებისმიერი შეზღუდვა და ვაჭრობა, აწარმოოს თუნდაც ზარალზე, ოღონდ პეკინს თავი მოაწონოს. ეს არის ის, რაც ჩინეთს ეხლა სჭირდება. ჩინეთის ეკონომიკა სტაბილური ენერგომატარებლების მიწოდების გარეშე ვერ იარსებებს. და აი პუტინი მოდის წინადადებით. მოусმინეთ. ჩვენ თქვენი სანდო მომწოდებლები ვართ. ფასდაკლებას გაგიკეთებთ. უბრალოდ აგავსებთ ამ იაფი ნავთობითა და გაზით. მზად ვართ მოგემსახუროთ, მაგრამ ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება ომში. რა კიდევ შეუძლია პუტინს შესთავაზოს? მეორე, ეს არის სამხედრო ტექნოლოგიები. როგორც არ უნდა ჟრევდეს ეს. აშშ-ში სახელმწიფო მდივნის მოადგილის კურტ კემბელის მონაცემებით, რომელიც ადრე გამოცემა აქსიოსთან საუბრობდა, რუსეთი ჩინეთს წყალქვეშა და სარაკეტო ტექნოლოგიებს აწვდის. ჩინეთი პასუხად რუსეთს აწვდის ნახევარგამტარებს და კომპონენტებს, რომლებიც დასავლეთის სანქციებს ულიან გვერდს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. რატო ვთქვი თავიდან, რომ პუტინი ყურადღებით ადევნებდა თვალს ამ სამიტს, ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრას? ეს გაცვლა გრძელდება რუსეთსა და ჩინეთს შორის და პუტინი მიდის, რომ დაადასტუროს და გააფართოოს იგი. ეხლა კი ამ ისტორიაში ყველაზე სამწუხარო მომენტია. მანამდე დონალდ ტრამპმა პათოსით დაანცხადა, რომ აშშ-მ გააფართოა ჩინეთის შესაძლებლობები შეიძინოს ნახევარგამტარები და ვიდეოკარტები ამერიკული კომპანია Nvidia-დან. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ შემდეგ რუსეთს დასავლური სანქციების მიუხედავად აქვს ცდომა მიკროჩიპებზე. მესამე, უკრაინის საკითხი. და სწორედ აქ იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი. ტრამპი პეკინში იყო და ეუბნებოდა სი ძინპინს, რომ ჩვენ გვინდა უკრაინაში ომის მოგვარება. ის ამბობს ამ სურვილში შევთანხმდით. პუტინი მიემგზავრება პეკინში და სი ძინპინს ვფიქრობ დაახლოებით ამას ეტყვის. აი ჩვენი პირობები მოგვარებისთვის. ჩვენ მზად ვართ. პეკინი თითქოს ორივეს მოусმენს და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, რას გადასცემს დასავლეთს. სწორედ ამიტომ ვიზიტების რიგი, ჯერ ტრამპი, მერე პუტინი, ასე მნიშვნელოვანია. ჩინეთი აგროვებს ინფორმაციას ორივესგან, სანამ პოზიციას ჩამოაყალიბებს. ეხლა რას გაიგო პუტინმა დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტიდან? ცხადია, რომ კრემლი აანალიზებდა პეკინში ტრამპისა და სი ძინპინის სამიტს და გააკეთა შესაბამისი დასკვნები. პირველი დასკვნა. ტრამპმა დათმო ტაივანის საკითხი. თუნდაც მხოლოდ რიტორიკულად, მაგრამ დათმო. ტრამპმა აშკარად განაცხადა, რომ აშშ-ში ტაივანისთვის არიომებს და შეაფერხა დიდი სამხედრო დახმარების პაკეტი. ტაივანისთვის $14 მილიარდი ოდენობით. ეს ძალიან ძლიერი სიგნალია. მეორე, აშშ-მ მოხსნა ჩიპებზე დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა.
ჩვენ ეს უკვე განვიხილეთ. მესამე. ტრამპი წავიდა კონკრეტული ვალდებულებების გარეშე. ჩინეთმა არაფერზე არ აიღო ვალდებულება. არც ირანზე, არც სავაჭრო შეთანხმებაზე, არც უკრაინაზე. პუტინისთვის ეს ნიშნავს, რომ სი ძინპინმა დონალდ ტრამპი აჯობა. ჩინეთმა მიიღო დათმობები, სანაცვლოდ სერიოზული არაფერი დაუპირებია. და ეხლა პუტინი მიემგზავრება სი ძინპინთან, იმ ადამიანთან, რომელმაც ახლახან აჩვენა, როგორ უნდა ივაჭრო ვაშინგტონს. და დღეს აქსიოსი აქვეყნებს ტრამპის მრჩევლის მთავარ ციტატას. ციტატა. ეს ვიზიტი მიანიშნებს, რომ აშშ-ში ეკონომიკურად მზად არ არის. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ვერანაირად ვერ ვიქნებით მზად ეკონომიკურად ამჟამად. ეს არის სიგნალი იმის შესახებ, რომ ამერიკელები მზად არ არიან ჩინეთთან დაპირისპირებისთვის, თუ ვერ მიხვდით. ეს ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლები საუბრობენ საკუთარი ქვეყნის სისუსტეზე და ვლადიმერ პუტინი ამას კითხულობს, აკეთებს დასკვნებს. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რეალური სამხედრო ვითარება ფრონტზე, რითაც ვლადიმერ პუტინი პეკინში მიემგზავრება. როგორც ჩანს, მას რა თქმა უნდა სურს, რომ ძალის პოზიციიდან წავიდეს. ამიტომ ვიზიტამდე მან უკრაინაზე მასირებული შეტევა სცადა. მაგრამ მოდით მონაცემებს გადავხედოთ. პირველად დიდი ხნის შემდეგ უკრაინამ ერთ თვეში უფრო მეტი ტერიტორია გაათავისუფლა, ვიდრე რუსეთმა დაიკავა. პირველად 2023 წლის შემდეგ, წარმოიდგინეთ. და აი უკრაინის თავდაცვის მინისტრი ფედოროვმა განაცხადა, ციტატა: ჩვენ გავანადგურეთ 35,000 რუსი აპრილსა და მარტში. რუსეთს არ ყოფნის ძალები შეტევითი ოპერაციების გასაგრძელებლად. უკრაინის არმია ასუსტებს რუსებს. და აი ჩემთვის პირადად ავტორიტეტული ომის კვლევის ინსტიტუტი ადასტურებს, რომ აპრილში რუსეთმა ტერიტორიული დანაკარგი განიცადა. ცხადია, რომ ფრონტზე მარცხის შემდეგ რუსეთი ამას ანაზღაურებს მასიურ საჰაერო დარტყმებით უკრაინის ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან ქალაქებზე. მაგრამ როგორც თქვენ გესმით, არც ერთი დარტყმა კიევზე ან ხარკოვზე არ აახლოებს რუსეთს დონეცკის ოლქის დაპყრობას შემოდგომამდე. და სწორედ ამას პუტინი დაფირდა თავის გენერლებს. ამ პირიქით, გენერლებმა დაფირდნენ პუტინს. ჩვენც ამას განვიხილავდით, რომ შემოდგომამდე მათ დონბასის დაპყრობა სურთ. რატო უნდა წავიდეს პუტინი პეკინში სწორედ ეხლა? პასუხი პირდაპირია. რომ არ მისცეს დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შეთანხმების შესაძლებლობა მის გარეშე. სანამ ამერიკის პრეზიდენტი პეკინში საუბრობდა მშვიდობაზე, ირანზე, უკრაინაზე, რუსეთით თითქოს გვერდზე იყო დარჩენილი. ანუ პუტინი მხოლოდ შორიდან აკვირდებოდა რა ხდებოდა იქ. რაზე საუბრობდნენ მსოფლიო ლიდერები საერთოდ იქ. ეხლა კი პუტინი მიდის, რომ სცადოს ეს გამოტოვებული ნაწილი შეავსოს. და დარწმუნდეს, რომ ჩინეთი რეალურად არ დაიწყებს ზეწოლას რუსეთზე ტრამპის ინტერესებში. ეხლა ვიზიტის ოფიციალური დეტალები, რომლებიც თავად კრემლმა გაახმოვანა, ესე იგი პუტინი პეკინში 19-20 მაისს ჩადის. ვიზიტი მიეძღვნა ჩინეთსა და რუსეთს შორის 2001 წლის მეგობრობის ხელშეკრულების 25 წლის თავს. პუტინი და სი ძინპინი გაცვლიან მოსაზრებებს საერთაშორისო და რეგიონულ საკვანძო საკითხებზე და მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით ერთობლივ დეკლარაციას მოაწერენ ხელს. სი ძინპინთან შეხვედრის გარდა პუტინი ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობაზე მოლაპარაკებებს გამართავს ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ ლი ძიანთან. და აქ თავარი სწორედ ეს ერთობლივი დეკლარაცია. და ეს ხდება ზუსტად 5 დღის შემდეგ, რაც ტრამპი პეკინიდან გაემგზავრა უკრაინასა და ირანთან დაკავშირებით ხელმოწერილი არც ერთი დოკუმენტის გარეშე. მათი ჰქონდათ სავაჭრო შეთანხმება ბოინგის თვითმფრინავების მიწოდებაზე, შეთანხმება NVIDIA-ს ვიდეო ბარათებზე და სულ ეს იყო, მეტი არაფერი. ტრამპმა ვერ მიაღწია შეთანხმებას, ხოლო პუტინი ჩამოვა და ხელს მოაწერს რაღაც დოკუმენტს. ისევ და ისევ სიმბოლურ ენაზე ეს რაღაცას ნიშნავს. არ არის ფაქტი, რომ ეს ჩინეთის მხრიდან რეალურ ნაბიჯებს გამოიწვევს. მაგრამ ეს სიმბოლური ნაბიჯია. აქ მე თვითონ არ დავიწყებ ჭკუის გამოჩენას. მოვიყვანთ ციტატას ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის პროფესორის დენის უაილდერისგან. ის ასევე ამერიკული დაზვერვის ყოფილი ოფიცერია. ის ამბობს შემდეგს. შესაძლოა ტრამპისა და სი ძინპინის სამიტის ერთ-ერთი შედეგი იყოს ჩინეთის მხრიდან რუსეთის სამხედრო ძალისხმევის მხარდაჭერის შემცირება უკრაინაში. ზუსტად ამიტომ მიფრინავს პუტინი პეკინში. უბრალოდ რომ გადაამოწმოს ხომ არ მოხდა ეს და დარწმუნდეს. დარწმუნდეს, რომ პეკინი მოსკოვის მხარეს რჩება. თავის მხრივ პეკინი ომის ყველა წლის განმავლობაში უარყოფს მოსკოვისთვის იარაღისა და სამხედრო კომპონენტების მიწოდებას მისი თავდაცვითი მრეწველობისთვის და დასავლეთის ქვეყნებს ადანაშაულებს კონფლიქტის გაჭიანურებაში უკრაინის შეიარაღებით. ეს მათი ოფიციალური პოზიცია. მაგრამ სინამდვილეში დიდი ექსპერტი არ უნდა იყო, რომ მიხვდეთ ჩინეთი მაინც ეხმარება. და პუტინი ისევ მიფრინავს, რომ განიხილოს, შეცვლება თუ არა ეს მიწოდებები. კიდევ ერთი კონტექსტი, რომელიც მნიშვნელოვანია ამ მომავალი შეხვედრის გასაგებად,
გახსენებთ, ჩინეთმა ადრე დაავალა თავის კომპანიებს, რომ არ დაეცვათ აშშ-ს სანქციები ირანის ნავთობის წინააღმდეგ. და მას პინძლობდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს აბას არაქჩის. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთი უკვე ისედაც არ ემორჩილება ვაშინგტონს ირანის საკითხში. პუტინი არ მიდის თხოვნით. ფაქტობრივად ის მიდის მოკავშირესთან, რომელიც უკვე დე-ფაქტო საბოტაჟს უწევს ამერიკის სანქციურ პოლიტიკას. და მიაქციეთ ყურადღება ჩინეთმა დემონსტრაციულად მოუწოდა ამერიკული სანქციების იგნორირებას. მაგრამ ტრამპმა სი ძინპინთან შეხვედრაზე ამაზე სიტყვაც კი არ თქვა. და არ გამიკვირდება თუ ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი გამოლენ განცხადები დონალდ ტრამპის მისამართით. და ამ გამოშვებას დავასრულებ ციტატით Financial Times-დან, იმიტომ რომ Financial Times შეგახსენებთ ამ კვირაში წერდა. უკრაინის შესახებ მშვიდობიანი შეთანხმება ზუსტად არ იქნება წლის ბოლომდე. პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ დონბასს შემოდგომამდე დაიკავებს და მიფრინავს პეკინში, რომ მოილაპარაკოს სი ძინპინთან, რათა მან დაეხმაროს ამ მიზნის მიღწევაში. ან სულ მცირე, არ შეუშალოს ხელი. სანამ ყველა საუბრობს ჩინეთის კონსტრუქციულ როლზე, პუტინი მიდის საპირისპიროს გასამყარებლად. ჩინეთს არ ექნება არანაირი როლი უკრაინის სასარგებლოდ. აქ სამწევდულს დავსვამ. თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები. ტრადიციულად დაწევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი. დააჭილეთ ზარის ღილაკს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ შეტყობინებები და არ გამოტოვოთ ახალი გამოშვებები. და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი. მისი ბული მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ნებისმიერი დონატით ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით. სულ ეს იყო. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.